Fight Hopper-ებო ჩვენ დავბრუნდით მაგარი ამბებით, რა თქმა უნდა MMA კონტენტი Fight Hop-ზე სულ არის ყოველ კვირას, თუ პირველად გვიყურებთ, მე ვარ ნოსტალ გიორგი სართანია, ჩემი პარტნიორი არის BFA-ს ბათუმი Fight აკადემიის მთავარი მწვრთნელი, მკვლელების მზდელი, BFA-ს მფლობელი, ხვიჩექს ქორიძე. როგორ ახარ ხვიჩი? კარგად, მაშინ როგორ ახარ? მაგრად. მული ძალებით ხარ? კი. უბრალოდ ვინც პირველად გვისმენს, მინდა შევახსენო ხალხს, რომ Fight Hop-ი არის პირველი დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Spotify-ზე, Apple Podcast-ზე და დაგვიჭირეთ ხარი, გამოგვიწერეთ, უფასო არის და ერთი წამის ამბავია და ჩვენ ვიქნებით თქვენთან. Best country, Georgia! Let's go, man! რახან მოვიშორეთ ეს რაღაც დავეძებ ხვიჩ ცოტა შერეული ემოციები არის დღეს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძირითადად ძალიან პოზიტივი არის. ძალიან პოზიტივი. დავიწყოთ იმით, ქვემოდან ზემოდან რა, უბრალოდ გავაცნობ ხალხს, რაზე ვისაუბრებთ და მე ჩვენ შეგვიძლია რომ შევიდეთ ღრმად რა. მაგარი ჭიქა გაქვს ხათა შორის. მოკლედ, ჩვენი საღამო დაიწყო ოქტაგონში, გერმანიაში, ბერლინში პირველად ჩატარდა და ნიკო სამსონიძე მოიპოვა. 1 წუთიც არ იყო პირველივე რაუნდში უმაგრესი ნოკაუტი, მუშტით, აი სუფთა ნოკაუტი, არანაირი ტექნიკური ნოკაუტი. თან მაგარი დაბრუნება იყო მისი, მარცხზე იყო და ისევ ესეთი მაგარი მოგებით სერია დაიწყო. მერე რა თქმა უნდა, გადავედით ყველა რასაც ველოდებოდით ამდენი ხანი ოთარის და ლევანის UFC-ს დებიუტებს. რა თქმა უნდა, ორივე შედგა და მე გადავალთ UFC 250 თავისუფლების ქარდზე დანარჩენ ბრძოლებზე, რაზეც ჩვენ არ გვისაუბრია და პირველ რიგში მოდი გილოცავთ რა ამ დღევანდელ წარმატებულ დღეს. ორი ქართველი დაგვემატა UFC-ში, ნიკო სამსონიძეს უძლიერეს გამარჯვებას და მოდი რითი დავიწყოთ ხვიჩი. როგორც coach მე მოგისმენ შენც. ნიკოთი დავიწყოთ რა თქმა უნდა. ულოცავთ ნიკოს გამარჯვებას, ულოცავთ ნიკოს უმაგრეს comeback-ს. მე რაც მომეწონა ყველაზე მაგ მომენტში იყო ის, რომ ნიკო lightweight-ის ტოპებში ჯახდა პირდაპირ, იმიტომ რომ აღმოაჩინა მისი თავი ხო არის, მაგრამ როგორ იცი, გონია რომ აი დაბალწონაში რაღაც სიტუაციაში ხარ, გონია რომ დაბალწონაში უნდა ესწროს, მაგრამ არის შენი წონთა კატეგორია, მე მომწონს რომ ნიკო მიგზნო მისი წონთა კატეგორია და ყველამ დავინახეთ რა უზარმაზარი ძალის რეალიზებადი არის ტიპი lightweight-ში რა. გოდებით გაგზელებას მაგ შედეგების, ძალიან სასიამოვნო იყო კიდე რომ მისი ბინძური trash talking-ი მე როქესი მოაჯინა პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით, რასაც მთელი გულის ეკულოსადი და დიდი იშვიათი სიამოვნება განვიცადე, როცა ის რა ხო იცი რა ასე რომ მოაჯინა, მეთქი ღირსი ხარ ხო აზე ხარ აი პირდაპირ მარცხენა პირდაპირის მე რო შეიფლო ძალიან დასიამოვნები დავრჩი. ძალიან შესანიშნავი ახალი ნაბიჯია ნიკო სამსონიძის კარიერაში, დარწმუნებული ვარ მაგით და ბევრი დავინახავთ კიდე მაგას. თავიდან ხო ეს ჩხუბი ძალიან ისეთი face-off-ი რო იყო რა, მისი ოპონენტი ძალიან ბინძურად trash talks უკეთებდა მოკლედ რა. ისეთ რაღაცებს ახსენებდა რა, რაღაც ვითომ ეგონა რომ მაგითი გატეხავდა რა ნიკოს რა ილია თოფური ახსენად და შენო რაღაც ვერ ბაზრობო კარგათო, რაღაც შენი trash talk-ი არ გაო თუ რაღა ესეთი რაღაცები უთხრა ნიკოს და ძალიან წყნარად იყო რა. ნიკო და არანაირი მენტალური გავლენა არ ქონდა მასზე რა. დასტინოდა. ძალიან წყნარად ესე უღიმოდა რა და იფიქრე თუ არა რომ ის ოპონენტი უფრო დიდი იყო რა. თავიდან რომ გადადის ადამიანი რა, ზემოთ რო ადის, მაინც რაღაც კითხვები შეიძლება იყოს, ხო, მაგრამ ფიქრობ თუ არა ალბათ რომ ეს ყველაფერი ხუთიანზე გაიარა. რა მომენტია იცი გიორგი და ის მომენტი დაგევიხსენოთ რომ ნიკო ამოდ lightweight, როგორც lightweight-ი დაიწყო კარიერა ზოგადად რა. და უმრავლესობა ჩხუბის მოგწონაში აქვს შეტარებული მაგას რა.
კი მე რაღაც პროფესიონალიზმი შეიძინა და ქვემსუბუქშიც დიდ წარმატებას მიაღწია. რეალურად დიდ წარმატებას მიაღწია და რო დაბრუნდა მის lightweight-ში, ხო? რა თქმა უნდა დიდ გამოწვევათა თან ანუ ტოპ ბრძოლას რო წაუბრდები ისეთ გამახურებელ ბრძოლას კი არ ხვდები და ვიღაც დებიუტანტს მაგალითად ტოპ ბრძოლას როცა ხდები რა. არის ბევრი კითხვები და ზოგადად ახლა ქართული ეშხი მაგაში გამოიხატება და ქართული საქციელი და ნიკო სამსონიძის სიმაგრე მაგაში გამოიხატება რომ ტოპთან ჩახდა პირდაპირ რა და არ მოითხოვა რა თქმა უნდა ძალიან მაგარი ურთიერთობა აქვს ნიკოს ოკტაგონის უკან ამირან გოგოლაძის ივენტი როცა იყო კომენტატორად იყო მაგ ივენტზე და ანუ თანაწამყარა და იმდენად კარგი ურთიერთობა აქვს დარწმუნებულია რო ეთხოვა ხო შედარებით მარტივ ბრძოლას მიცემდნენ რა მაგრამ შედარებით მარტივი ბრძოლისთვის არა ქართული მანდ და ანუ მის კუთვნილ ადგილას არის ფეხზე დამდგარი ნიკოს ულოცავთ face to face-ებზე როცა უცინო და თვალებში უყურებდა გასაგები იყო რომ არანაირი ფსიქოლოგიური ზეწოლა ვერ შექმნა ნიკოზე იმიტომ რომ ზოგადად მისი სკილსეტი გამოავლი იცოდა რაც ჰქონდა რა შეიარაღებული რა და გამზადებული და მირთვი ძმაო შენი ნაყინი ნამდვილად იმსახურებ ნიკ გილოცავთ მეორე ბრძოლა იყო ამ ღამეს ჩვენი ოთარ თანძილოვის და მგონი ის უნდა ვახსენოთ რომ ეს ძალიან ახლო ბრძოლა იყო არ იყო რაღაც ცალმხრივი ბრძოლა საკმაოდ ახლო ბრძოლა იყო კარგი მომენტები ორივეს ჰქონდა ჩემი აზრით მაგაზე ვისაუბრებთ ახლა რაუნდები როგორ გაიყო და გადაწყვეტილება როგორ შესრულდა მაგრამ ის არ დავივიწყოთ რომ ეს არ იყო ოთარის დივიზიონი რა ოთარის დივიზიონი არის ერთით ქვემოთ არის bantamweight-ის რომელიც არის 61 კილო ხო და ეხლა შეასრულა 66-ში თან მოკლე შეტყობინებით უსამართლობა იყო ოთარის მიმართ ანუ ეხლა მესმის რომ UFC-ის კონტრაქტი რომ მოგდის კინაღამ და ნებისმიერი ბრძოლა მაგაზე შეიძლება ნებისმიერ თან საქართველოს და ნებისმიერი ბრძოლა ნებისმიერ ზონა კატეგორიაში და დახვდება ჩხუბს ვინ უნდა უყენო წინ რომ არ ითქვას რა და მაგი უსამართლობა ჩვენ მოგვიწია ჩვენ ბეძე დაიცა ის უსამართლობა რა რომ ჩვენ მოგვიწია წონათი მაღლა ეს წონათი კატეგორიაში მაღლა შუბი მაგრამ ძალიან მაგრა გამოვიდა ოთარი თავი 30 თუ 27-ს აბსოლუტურად არ ვეთანხმები თუ შეიძლებოდა შენზე მიცემა მაგ ბრძოლის შეიძლებოდა ან გაყოფილი გადაწყვეტილებით მიცემა ან 29 ora ანუ რეალურად ახლა პირველი რაუნდი რო ოთარი მოუგო ეს უდაოდ შენსაც სახეზე ეთყობოდა და ყველა სახე ანუ არაფერი არ გაუკეთებია ოთარიზე მეტი უშუალოდ მაგ რაუნდში რა არც ჭიდაობის ელემენტში და არც დგომის ელემენტში მაგრამ საჯების გადაწყვეტილება არის უნდა მივიღოთ როგორც არის თავარი არის რომ კონტრაქტი აქვს ოთარის UFC-ში და იასპარეზებს ქვემსუბუქ ზონაში ქვემსუბუქია bantamweight-ში იასპარეზებს ბოდიში ქვემსუბუქში ახლა იყო და bantamweight-ში იასპარეზებს და რავი დიდი მოლოდინი მაქვს მაგნერი ტალანტისგან რა ერთი ტექნიკური ნიუანსი რასაც შევიტანდი მე მაგალითად ხო მანდ რომ მე ოთარის ამდენს არ ვაჭიდავებდი მაგალითად რა იმიტომ რომ აშკარად ძალიან მაგარი მებრძოლი არის ოთარი თქო შეიძლება მოულოდნელის ეფექტს იყენებდნენ რომ რეალურად მოულოდნელობის ეფექტი ქონდა მაგ ტეიქდაუნს რომ თქვი მისი მეტოქი ვერ წარმოიდგენდა თუ ოთარი შემოვიდოდა ფეხში და გადაიყვანდა კეინა მეგონი ყველა მცდელობა გადაიყვანა თუ ერთიც და ერთი დაიცავა თუ რაღაც რა კარგი მოულოდნელის მცდელობა იყო მაგრამ მაინც რადგანაც აი იმდენად მაგარი დგომის მებრძოლია ხო რომ მინდა დავინახო სულ ოთარი დგომში თან დავინახეთ ხო რადონის მაგარი ტეიქდაუნ დიფენსი აქვს ტიპს რომ რეალურად ხო ძალიან სუბუქი მაღალი bantamweight-მა მე მგონი ყველა გდება დაიცავა იმის რა ქვია და რა ცალფეხზე მაგრამ დააბალანსა რა მუხლი ქონდა აღებული ერთი მომენტი მაგრამ ანუ სრული არსენალი აქვს რომ გადატეხო შვაზე ნებისმიერი bantamweight-ი განსაკუთრებით მისი გაბარიტებიდან გამომდინარე მისი takedown defense-დან გამომდინარე მისი დარტყმების ძალიდან გამომდინარე და ანუ რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო მესამე რაუნდში ერთ დარტყმას ის დაარტყამდა ყოველთვის ეთყობოდა მეტოქის სახეზე რა მესამე რაუნდით სადაო წერტილი არის შეიძლება დავირახე მესამე რაუნდში საუბარი ზოგადად როგორც ასეთი მაგაზე რა მაგრამ ნუ ნებისმიერ შემთხვევაში თუ ცვლილებაზე ვლაპარაკობთ მე იმას ვილაპარაკებდი როგორც კოუჩი რომ უბრალოდ არც ვაჭიდავებდი მაგი უნდა იყოს შეინის პრობლემა რომ ოთარის ნეტა შევიდე ფეხებში იმიტომ რომ ხელას მირტყავს
და მაგ ვერ შედის ფეხში, ვერ აღწევს წარმატებას და მსაჯები ხედავენ, რომ ეგ არის. ანუ რა წააგებწოლა. მაგრამ არა უშავს, იგიც ძალიან მაგარი გეგმა იყო. ცუდი ის არ იყო ცუდი გეგმა, რომ შედიოდა. იმიტომ რომ მართლა წარმატება ქონდა ყველა მის ტეიქდაუნებს რა. პროსტა უბრალოდ შეინც კარგი აღმოჩნდა. პარტევიდან, ქვევიდან დგებოდა სამი შეცდელობები, ბევრი მოქმედებები ქონდა მისებული რა. არა უშავს, ვარცხდებით, მაგრამ ვაგრძელებთ ნაბიჯის გადადგმას. ოთარისთვის ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი აქვს. ამდენად ნალოდინი UFC-ში და ეხლა აქვს უკვე მთელი საშუალება, რომ გამოავლინოს მისი თავი. და ჩვენ მსოფლიო ასპარეზზე ვინ არის და რა არის. ჩვენ ისეც ვიცით ვინ არის. და მე როგორც ვიცი რა, ესეთ მოკლე შეტყობინებებზე როცა იღებენ ხოლმე ბრძოლებს რა, მებრძოლები და თან გინდა მარცხი იყოს ახლა საჯების თვალში, მაგრამ თან ესეთი შესრულებით რა, ანუ ესეთი კაი ჩხუბის შესრულებით და სკილების ჩვენებით აუცილებლად მერე უბრუნებენ იმ დახმარებას, რაც თვითონ გაუკეთა ოთარმა, რომ აიღო ის short notice-ი და არა თავის დივიზიონში და არა ის multi-fight მისცენ ეს უეჭველი ვიცი, მაგრამ multi-fight კონტრაქტი მისცენ. და ესე ვფიქრობ, რომ თავიდანვე რომც არ ყოფილიყო multi-fight, აი ამ ბრძოლის მერე ნამდვილად ეხა მაინც დაიმსახურა, არ ვიცი ეხა რა მიწის, მაგრამ აშკარად იმსახურებს რა და ერთი სული მაქვს ველოდები, რომ ნახო ბანთამვეიტში ახლა ყავს 3 კაცი. აზე ხარ 7 მებრძოლი ყავს UFC-ში. 3 კაცი ყავს ბანთამვეიტში. და რავი, ძალიან დიდი რაღაცა არის და ისე შეასრულა, რომ ნამდვილად არ უნდა იყოს უგმაყოფილო, ეხლა შეიძლება იყოს ხვის გადაწყვეტილებაზე და რაღაცა, მაგრამ ნამდვილად აჩვენა მაღალი დონის სკილები რა და მე შევამჩნიე რა, ყველაზე სუფთა ზიანი დარტყმები ჩემი აზრით ჰქონდა ოთარს. ზიანიანი სუფთა დარტყმები ოთარს ჰქონდა და ერთს იმას დავამატებ, რომ ფეხები ძალიან კარგი აქვს და ხელებიც ძალიან მაგარი იყო. ეხლა ფეხებზე უფრო ცნობილი იყო, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უფრო შეიძლება რომ ხელებითაც რომ მიწოლიყო უფრო რა. ანუ რომ ესე ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ხელები აქვს, როგორც ფეხები და ხელების გამოყენებაც უფრო ხშირად შეიძლებაოდეს რა. ანუ ოთარ ძმაო, შენ დაბრუნებას UFC-ს ოქტაგონში ველოდებით, შენ წარმატებას და შენ იცი შენთან ვართ. ანუ ბევრი წონა არ დაუკლია ფაქტიურად. და ტრავმებიც არა აქვს აშკარად ბრძოლიდან გამომდინარე, რომ შევხედოთ მიღებული. ამიტომ მე დარწმუნებული რომ ნებისმიერ უახლოეს ივენტში შეუძლია ბენთამვეიტში ჩახდეს, ფოკუსი არ დაკარგოს, ივარჯიშოს, ნებისმიერ ბენთამვეიტში შეიძლება ჩახდეს და შესანიშნავად იასპარეზოს. დარწმუნებული ვარ, რომ ფეზერვეიტში ასე რო იჭხობა, ბენთამვეიტში გამო სხვაობა ძალაში რო არის, ხო? ანუ შედეგიც ძალიან დიდად სხვა იქნება რა. იმიტომ რომ ოთარის არასოდეს არ უჭხობია ფეზერვეიტში. არასოდეს არ უჭხობია ფეზერვეიტში. იმას ხო, კოლინს ხო, სულ ფეზერვეიტში აქვს ნაჭყობარი, ხტი? ანუ ძალიან დიდი სხვაობა არის ეს. მე მაგას თავიდანვე აღნიშნე, რომ ანუ უსამართლო სხვაობა არის და მართლა ანდერდოგად შევდივართ, იმიტომ რომ ანუ მინდა მივიღოთ რისკი რა. და ოთარი მე მეგონა რომ შანსი ქონდა კონტრშეტევაში და ვწდებოდი. შანსი ქონდა ყველა ასპექტში თურმე. კი. ხო და მესამე ბრძოლა იყო ლევან ჩოხელის დებიუტი. აი ღიმილი მაქვს სახეზე ლევანის დანახვა, ნუ ან UFC-ს background-ზე რა, ანუ UFC-ს ფონზე ძალიან დიდი სიხარული არის. ყველა მიცის რა დონის სკილები აქვს და რამდენი ხანია უკვე რო წესით მანდ უნდა იყოს და ეს იყო, ანუ რო იძახიან, აი ზღაპარის დასრულებაო რა, ოღონდ ეს დასაწყისი იყო, მაგრამ ნუ იმ ეტაპის რა, რომ ეხლა იწყება რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ეტაპის რომ მიხვიდე იქამდე და დასაწყისი იყო ესეთი დებიუტი უნდა ზუსტად რა. აი ესეთი დებიუტი უნდა ზუსტად, რომ ყველამ შეგხედოს, ტაში დაგიკრას, მოუნდეთ შენი ნახვა და გულშემატკივრო. ორა. ანუ შევწუხდეთ, პროსტა ლევანი იმდენი ხანი ელოდებოდა UFC-ს კონტრაქტს და იმდენი ხანი იყო მაგ სიტუაციაში, რომ UFC უნდა აიყვანა ეს მებრძოლი, ხო? რომ წარმოუდგენელია. თან მე ყველაზე დიდი რაც მომწონს ლევანის მომენტში, ხო? არის ის, რომ მე არ მომწონდა უბრალოდ ბელატორში რო ჩხუბობდა.
მესმის ამერიკა, მესმის შიმშილი არის, მაგრამ არანაირი ჯანსაღი დოპინგ ტესტი არ არსებობს მან რა. და ეხლა სუფთა ლევანჩი ხედი ხო? და ვინახეთ როგორი არის სუფთა მეტოქეებისა წინააღმდეგ რა powerhouse-ი არის და რა არის ზოგადად მეც ჩვენ კი ვიცით, მაგრამ მაყურებელმა დაინახა და ბევრჯერ დაინახავს კიდე მაგას რა. რა ლოუ-კიკი, რა ბადიშათები და რა სამხორცილებს, რა ძალის გენერატორი არის ზოგადად რა მაგ ბრძოლე რა. და დარწმუნებული ვარ, რომ UFC-ში შედარებით რა როგორც იაროსლავ ამოსოვზე რო თქვი გახსოვს, რომ შეიძლება მეთქი UFC-ში ასპარეზობა, როცა ახალგაზრდა იყო რა, თუ ბევრი მებრძოლეს წლები და ნახევარი წელი დაჭირდა ერთი წელი დაჭირდა რომ ასუფთავებული იყო, მე შეჩროული იყო სუფთაზე ჭუბს ასე რო ვთქვა რა ჭალებში ხო, ლევანჩოხერსაც ხო, როგორც თარიდან ზულოზე ვთქვი ხო, დარწმუნებული ვარ, კიდე ორ კვირაში შეუძლია ბრძოლა მიიღოს რა, ისე მარტივად გაიარა ეს მისი მეტოქი და შეუძლია კიდე ზონა გააკეთოს, ჩაულებრივად მიიღოს ნებისმიერი კიდე ერთი welterweight და ძალიან დიდი და მაგარი დანამატი არის მაგ ზონა კატეგორიაში ჩოხელი რა. რავი ძალიან მოხარული ვარ მაგ დანამატით საქართველოსთან და თან ყველაზე მაგარი მომენტი ის არის, რომ ეს არის პირველი ქართველი ამ წელს ვინც გამარჯვებით გავხსენით ჩვენ. პირველი ქართველია წარმოვიდგინე UFC-ში. მანამდე ყველამ წააგუჩინა ქართველებმა რა. და გატყდა ბაბლი ქართველების გასკდა. ანუ ახალი ქართველების შემოვედი და ალექსანდრემ 2005-ში იბრძოლა? ხო, 2025 ნოემბერში. ანუ ეხა მომენტ რა, რომ დააფიქრდე ისე სწრაფად დაამთავრა ეს ჩხუბი, ეს ბრძოლა რა, საერთოდ ზიანი არ მიუღია და ესე მგონია რომ ეხა აქ შანსი რომ შემოტრიალდეს რა და მალე ეგრევე დაბრუნდეს, მაგრამ ეს კარგი იდეა არის თუ არა, იმიტომ რომ არ იცი უკან რა ხდება, მომზადებაში ხო მიდის ყველაფერი რა და ანუ იცი ლევანი როგორი მებრძოლია, რომ ძალიან პეთქებადი დარტყმის მებრძოლი არის, მიხდი? ანუ ბევრი არის, მაგრამ გამხილავს რაღაცას რა, მაგალითად, ჩემი მებრძოლი რა ვიყოთ, გოჩა. გოჩას ჭირდება სრული კემპი, პლუს დანამატი მეტოქეს ქვეშ, ხედავ. და ლევანი ხო, როგორც სტრიკლანდი გადის და ერთი და იგივე საკეთებს ყველას ქვეშ. მიხდი? ერთი და იგივე საკეთებს, ასე აწובה, ბამ ნახულოს მის დარტყმას, ხსნის, ნახულოს მის დარტყმას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი დარტყმა ნახოს ლევანი, ხო? ჭირდება 2-3 ვიდეო ჩანაწერი მისი მეტოქეს ბრძოლის რა. რომ მის ანუ ნახოს საიდან შეიძლება დაარტყას რა. თავარი ლევანისთვის არის, რომ კარგ ფორმაში იყოს, კარგ ფორმაში არის და ვინახეთ. დარტყმის მიწოდებელი იყოს, დარტყმის მიწოდების სიტუაციაში არის რა. ამიტომ გამომდინარე მე დარწმუნებული ვარ, რომ მის უფრო კარგი იქნება ეს ჰაი ტრეინი დაიჭიროს. რომელიც ახლა დაიწყება ნოკაუტის შემდეგ. და ანუ რას ფიქრობ, რომ შეიძლება იყოს კარგი? დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან სასარგებლო იქნება მისთვის და მისი კარიერისთვის რა. ზოგადად, იმიტომ რომ ლევანი ძალიან მშიერი მებრძოლი არის. საინტერესო არის რა, იმიტომ რომ ხანდახან UFC-ც თუ რო ხედავს, რომ ესეთი ბრძოლა ქონდა, ზიანი საერთოდ არაფერი ვაფშე დარტყმაც მგონი არ გაუტარებია ხა. ну ზიანი ხო матчмейкერს ეკებოდა ჩხუბის შემდეგ. ხო, ჩხუბი განთავდა და матчмейკერს ეუბნებოდა და ეუბნებოდა და იმედი ეუბნებოდა რომ ну შემდეგ იქარდე ზეგ ბაქოში. შემდეგ კვირას ბაქოში, შემდეგ კვირას სადაც გინდა მნახე, ანუ მნახე, ვარ მზად. UFC-ს ხო იცი ზოგადად ერთი ის უყვარს რომ ლოიალურობა უყვარს, თანამშრომლობა და მხარდაჭერა. მე რამაც მაგით გახდა ვარსკვლავი, ჩემპიონობის მერე გახდა ტიპი ვარსკვლავი, იმიტომ რომ თანამშრომლობდა, ლოიალურობდა და ყოველთვის აეწყდნენ ერთმანეთს რა. შენ ჩხუბი გინდოდეს, ჩვენ ჩხუბს მოგაწოდებთ. ეგ არის მთელი ბიზნესის დასახიერება და ლევან ჩოხელი იდეალურად ზის მაგ განჭრილში ასე რომ ვთქვათ რა. მოდი ბრძოლაზე ვისაუბროთ რა. თა სტილისტურად რა ცოტა უხერხული არის ხოლმე, როცა ესეთი განსხვავებული ზომის, დიდი ზომის და გრძელი მეტოქე ყავს რა. ალბათ ხო? არა, მაგ შემთხვევაში გითხრა, ვიცი უყურე ლევანისთვის გრძელი კიდურებიანი ქვესაშუალო წონის მებრძოლი ხო? უფრო კომფორტული არის. რატო უყურე? იმიტომ რომ მეტი სიჩქარე უნდა ჭირდება რომ აიყოს, მიხდი? ორე ხო მიდიხარ შენ მეტი რაზგონს იღებს მეტ მხარს ატრიალებს და მხარდატრიალებულზე რო აწოდებს ხო უკვე მთავრდება მაგ ყველაფერი რა ანუ მეტი ძალის რეალიზება შეუძლია რომ მიაწოდოს მეტოქს რა და დარტყმა შეუძლია მეტი საშუალება აქვს თუ მოკლე და ახლოს უკრავ ხო და ახლოსში ეს გზელი როა ხო შენ თუ ჩაატრიალე მხარი ხო დარხეული აქვს რა მაგას
მაგალითად თופურია ჰოლოვეი მაგალითად იყო ჯაი ჰერბერტი მაგალითად იყო და სადაც ბოლომდე დაატრიალა ჩვენ ხარი ხო იქ ყველგან იდეალურად დაარტყა და მაგი გძელი შენ გაძლევს კი გძელს აძლევს იმის advantage-ს რომ სივრცეში იყოს უფრო მეტი დაფაროს მეტოქემ და შენ სარეაქციო დრო გაქვს მეტი როცა გძელი ხარ თვითონ რეაგირების საშუალება გაქვს მეტი მაგრამ იმან თუ დაატრიალა მხარი და მოგაწოდა მუჭი შემოგაპარა ხო და ლევაჩოხელის ხელების სიჩქარეთ არარეალურია რა შემოგაპაროს ხელი რა იმიტომ რომ ძალიან ჩქარა თქოს ძალიან სწრაფად უთქოს იმან რომ შემოგაპარა ხელი უკვე გვიანი არის მოკლედ რა ვთქვათ რა ამიტომ გამომდინარე ამ შემთხვევაში ჩვენ სასარგებლოდ თამაშობთ ნებისმიერი გაბარიტების მებრძოლესთან ლევაჩოხელი ძალიან შესანიშნავი ამეყურება ის სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ მოკლებსაც ბევრი საფრთხე შეუქმნის რა და თან როგორ დაიწყო ბრძოლა რა პირველივე ფეხი რო გაუტარა ფეხი რო გაუტარა ეგრევე ატკინა რა და თითქოს როგორი გზნობა მქონდა იცი რომ აი ეს რავი რაღაც გარანტირებული იყო უკვე რა თავიდანვეც ეგეთი გზნობა მქონდა რომ რაღაც სხვანაირი სულით რა როგორ აიცი გიო როცა მებრძოლი კი ახლა შახბაზიანი რეალურად გამოცდილი მებრძოლია და მაგარი გამოცდილების მქონი მებრძოლია მაგრამ როცა ხდება ამ ხელა ძალის გენერირების პატრონს ხო უკვე მორალურად გაატყდა ტიპი ხო აზი ხარ რა მხილა რაცხა დამარტყა წამებშიო რა ლოუ მე შემოსვლა მე კიდე ფეხით გიოდა და ვინახე სავარაუდოში და ლოუ კიგიდანაც დაეცა მაგ კიდე რა დალაგებული ფაქტი გადაწყვეტილი ფაქტი საიდან დაეცა და რისგან დაეცა რა მაგრამ ამ ხელა ძალის პატრონს რო შეხვდა რომ იგზნო ხო მაგი ყოველთვის დიდი პრობლემა მისთვის მაგ მომენტში რა მაგან გადეხა მორალურად ძალიან მაგრალა ხო რა მეც ვიძახდი რომ ის იმ კომბინაციამ კი დაამთავრა მაგრამ აი ეგ იყო უკვე მაგის გატეხვა რა ფეხში რო გაატარა რა აი სუფთა მონადირე იყო და ულამაზესი კომბინაციები რა არა მომენტია იცი Apex-ის ოქტაგონი ჩოხელს იდეალურად უხდება მაგალითად ხო თანზილოვს ჭირდება დიდი ნომერის სანომრო ტურნირის ოქტაგონი დარწმუნებული ვარ მაგ ძალიან წარმატებული იქნება იმიტომ რომ მოძრავი კონტრპანჩერია ბევრი სივრცე აქვს ძალიან დიდი კიდურები აქვს რა და Apex-ის ოქტაგონში ჩოხელი ძალიან მარტივად დაფარავს სივრცეს და ჩოხელთან ოქტაგონთან დადგა დაემართა და ვინახეთ რა დაემართა ზოგადად რო დადგა რა შახბაზიანი დაემართება ძალიან ბევრს იმიტომ რომ მისთვის აი საკმარისია ერთი არღოს მოწოდება როგორ ბრძოლა მოიგოს აუ ძალიან მაგარი არის რა და მინდა მოულოცო მთლიანად საქართველოს ჩოხელებს გუდამაყარს მერაბს ზვიათს რა თქმა უნდა ყველას რა საქართველოს team Georgias საქართველოს გაუმარჯოს ლევანს გაუმარჯოს და ოთარის მალე დაბრუნება გამარჯვებით არაფერი არ დაკარგა ერთი ზამითაც ოთარი მალე მე ვფიქრობ რომ რაღაცა რამე დაკარგა ერთი ზამითაც ოთარი არაფერი არ დაუკარგია მისი ბრძოლით ხო საპირისპირო დაჩვენა რომ მე რო bantamweight ვარ ეს არნიშნავს რომ მე მის მატჩი ვარ გინდაც featherweight-ში და უმარცხებელი მებრძოლებთან რა არა სულ 100% ეს არის წარმომადგენელი არის და ეს არის სპორტი პირველ რიგში მე მახსოვროთ რომ დიდი მიღწევების სპორტი არის განსაკუთრებით რა და ბევრი რისკების მიღება გვიწევს მინდა თუ არა რომ რაღაც ეტაპზე გავიდეთ ჩვენი პრაიმი ასე რომ ვთქვა რა მერაბ დვალიშვილი რო გავიხსენოთ ერთ-ერთი უდიდესი მებრძოლი UFC ისტორიაში პირველი ორი ბრძოლა კი სადაო წაართვენ მაგრამ ნუ წააგო პირველი ორი მებრძოლა რა პირველი ორი ბრძოლა წაგება იყო მაგრამ დღეს ის პირველი ორი ბრძოლა არავის არ ახსოვს ყველას მერაბ დვალიშვილის გოუთრანი bantamweight-ში და ყველა ნებწოს ხლაპავთ რომ პეტრიანთან დავიდახოთ რევანში მესამე ბრძოლა რა უბრალოდ მინდა უთხრა ხალხს რომ ისე გაგვიხარდა და ისე გვინდოდა ეგრევე რომ რეაქცია და ჩაგვეწერა რომ აი ეხაც გადის UFC რა და ბოლომდე არ უყურეთ ეგრევე გვინდოდა რა და ძალიან გთხოვთ რომ თუ სიამოვნებთ MMA კონტენტი უბრალოდ ერთი წამის ამბავი არის გამოწერა და ეს ჩვენ უბრალოდ დაგვეხმარება რომ გავიზარდოთ და უფრო მოგვეცეს საშუალება რომ ჩავწეროთ ეს კონტენტი უღრმესი მადლობა აუცილებლად გამოხატეთ თქვენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად ბევრი მესეჯები კომენტარებში და ბოლო პერიოდში ახლა მე ცოტა ნაკლებად ვწევდი პასუხებს მაგრამ აუცილებლად ვწევდი ლაპარაკოთ ზოგადად არ დაგავიწყდეთ რომ ფაიტოპი არის ხალხის პროექტი ყოველი თითოეული მაყურებლის პროექტი არის თქვენი პროექტი არის რა და იმისთვის არის რომ ნებისმიერ მებრძოლემ წარადგინოს თავი აქ
ფაითობს რა ის მტკიცებულება არის 264 ეპიზოდი და აბსოლუტური უმრავლესობა სტუმარი მებრძოლების, რომელიც ფაითობა გააცნო მაყურებლებს ჩემდა თავად. აი ახლა შეგვიძლია ხუჩ რომ დავბრუნდეთ და გავაგზავნოთ UFC 250 თავისუფლების წლის კარტი რა. კომეინივენტიდან შევიწყოთ მე მინდა რომ სილულგანის ბრძოლა იყო და ალექს პერერას ბრძოლა იყო. ძალიან უზარმაზარი საინტერესო ბრძოლა იყო. ძალიან ბევრი რაღაც მოხდა მაგ ბრძოლაში უშუალოდ და რავი რა ბევრი მასები შენ თუ გაიგე რომ ალექს პერერა და მისი გუნდი ჰერბდინს წაუყენენ უნდათ რომ წაუყენონ სასამართლობრივად და რაღაც მეთოდები რაღაც მის წინააღმდეგ შემოიტანონ რომ ძალიან ბევრი კეფაში დარტყმა და ატარარტყმევინაო ზოგადად რა სერილგას რა და გაფრთხილებული პლუს ჰერბდინმა ხო აიღო და პარო ეს ზოლია მარტო კეფა და ეს არ არის კეფაო მაგალითად რა ძალიან ბევრი ნიუზები იყო რა ალექს პერერამ თქვა თან მე შედეგი შესვლის მომხრე არ ვარო შედეგი შესვლა მე არ ჭირდებაო რევანშ მომცემენ თქვარაო ჩემთვისაც მნიშვნელობა არ აქვსო ერიელ ჰელვანისთან ძალიან საინტერესო ხმა ინტერვიუ მისცენ მაგანმა მისმა მენეჯერმა და ძალიან საინტერესო მოვლენები იქნება როგორ განვითარდება რა იმიტომ რომ ჰერბდინის იმხელა ჰეიტერები არ ვარ როგორც მაგალითად მარგოდარდის რა მაგრამ ჰერბდინსაც აქვს ხოლმე შეცდომები მაგრამ მე მესმის მისი შეცდომების იმიტომ რომ ტიპი ასობით ჩხუბებს მსაჯობს რა და ძალიან ძნელი არის განსაკუთრებით როცა სილულგანისნაირ ბინძურ მებრძოლესთან გაქვს პრობლემა რა რომელიც ძალაუნებრივად ბინძური ანუ გააზრებულად ბინძური კი არა просто სტილისტიკურად ისეთი მებრძოლი არის ზოგადად რა რომ ბევრი ბინძური მოქმედება მოყვება მაგაში ამოხატებოდა უშუალოდ ამ ჩხუბში რომ რაღაც ვარიაციებით პარტერში კეფაში დარტყმა იყო 6-დან 9 დარტყმამდე დააჯინა სილულგანმა სუფთად კეფაში მანდ რა რაც ანუ ალექს პერერას პოზიცია არის მაგრამ რაც რამაც განაყოფიერა ის რომ პერერა რო ადგა ხო არ იყო საკმარისად აღგენილი რა რადგანაც კეფაში დარტყმები მოაყენენ რა ძალიან საინტერესო რეგიონები არის ძალიან საინტერესო საუბარი არის მაგის შესახებ მე სილულგანი აშკარა ფავორიტი მიმაჩნდა და მე მგონი მაგორმა რაუნდმაც გამოაჩინა რომ სტილისტიკურად ფავორიტი არის მაგრამ ისეთი მებრძოლია ალექს პერერამ თვითონ საინტერესო და კარგად თქვა მაგას რომ მაგას ისაკეთებს ყველაფერს რომ მოხსნას მისი მეტოქი და დააფინიშოს მაგალითად და იხსენებს ბრძოლას ნახევრით მე მაგამე დანკალავი რომ დავანოკდაუნეო მე წავყევი მაგას რომ შემოვიდა ეს სუფთა დარტყმას ვეძებდი ჩემთვის რა რომ არ დამერღვია და კეფაში არ დამერღა და სხვადასხვა ბინძურ წერტილებში არ დამერტყავდა სილულგანს ხო მე არ ვამბობ რომ სპეციალურად ამაგათებს მაგას მაგრამ კონცენტრირებულია იმაზე, ოღონდ რამე გააკეთოს რა, როცა პარტერში ყავს მეტოქი და დააზიანოს რა. მაგიდან გამომდინარე მაგან გამოიწვია და სილულგანი არ უნდა იყოს პასუხისმგებელიო და უნდა იყოს ჰერბდინიო პასუხისმგებელიო მაგაზე რა. და მე პასუხისმგებლობას იმით არ ვითხოვო, რომ შედეგი შეცვალო, მე პასუხისმგებლობას იმით ვითხოვო, რომ ჰერბდინი იყოს გაწეული ამ სიტუაციიდან და ზოგადად რეფერებს მსაჯებს რაღაც პასუხისმგებლობა გქონდესო მომავალში, როცა მაგენი შეცდომებს უშვებენ რა. იმიტომ რომ შეცდომას უშვებს და არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნია რა. იგივე მიმაჩნია მე მარგოდარდის მიმართ, აიფოქების მიმართ რა. რეალურად ხო ილია თოფურიასთან მარგოდარდმა ჯასტინ გეიჯი არ დასაჯა აიფოქების გამო. და ეს ძალიან ცუდი იყო მაგით და ძალიან ცუდი მომენტი იყო. რო არ დასაჯა და აქსილულგანი არ დაისაჯა კეფაში დარტყმის გამო. შეიძლება მართალიც იყოს ალექს პერერა და შეიძლება რამოდენიმე წუთი 5 წუთიანი შესვენება ხო იძლევა ფოლეს შეცდომის შემდეგ რა. შეიძლება რამოდენიმე წუთი ხო სხვა გავლენა ქონოდა მაგრამ რამოდენიმე წუთს ალექს პერერას აღდგენისთვის და ახალ ასეთი ზიანს რო აიტან მაშინ 5 წუთიანი კი არა ავსტრალიაში არ დადეგებზე უნდა გაუშვა. კი, მესმის. ანუ ეს ალექს პერერამ თქვა რომ მე გავიხსენიო, მეორე რაუნდის პერიოდში ვიხსნებიო ზოგადად რა. მე ახლა სიმართლე გითხრა როგორც ანალიტიკის თვალსაზრისით ვერ დავინახე მაგის ვერანაირი გახსნა. მე დავინახე რომ სილულგანმა უფრო ნახა მისი დარტყმები რა. ვიდრე მაგან გაიხსნა რა.
მაგრამ ნუ ეხლა ალექს პერერას პრეტენზია მესმის. ბიჭო და ის Herb Dean-იც იმართლებს თავს რაღაც ვიდეო დადო ეგრევე გახსოვს? ეს არის სუბლისი სულელე. Herb მე გაჩვენებთო თქვენო სად არისო და სად არისო და იქ დემონსტრაცია გააკეთა და რაღაც რა. კი და უყურეთ ყველაზე გამჭირვარი და მოქმედი წესი არის რა. რომ ყური ხო არის აქ. თუ ნეკათითიც კი ეხება ყურს ხო? ეს დარყმოს არის. ხთი აი. ყურს თუ ეხება ხო? ყურს თუ ეხება. ეს უკვე კეფა არის. ან მე UFC-ს საჭირთან ვისთანაც არ მქონია გავლენა, რამოდენიმე ვესთან მქონია ჩემი შუბებიც უმსაჯია თუ შვალოთ. ჩინეთში როცა ვშუბობდი და ჩამოყვანებით ვყავდა უკანა ბათუმი Fight Night-ებს რა, რომ სათანადო სამსაჯი დონე ყოფილიყო რა. და ანუ ყველამ ერთი და იგივე რაღაც თქვა, ზოლი და რაღაცა და ვიწყოთ. იმიტომ რომ კეფის არ არის ხო, MMA-ში უფრო ფართი არის, გვაფართი გვაქვს მოკლედ ვთქვათ, ვიდრე კრივში. იმიტომ რომ კრივში უფრო ზურგსგან არის მაგი დატყვები რა. ხო და უფრო დიდი ხელთათმანები არის თან ბახოდო. ხო. მაგიტო გინდა თუ არა კრივში დიდი ხელთათმანი რო აქ ბოლომდე უნდა წაიღო. მაგის ზონი მაგიტო არის მაგ და ჩვენთან MMA-ში ხო ყურს თუ ეხება ნეგატივით მაგ პონჩი უკვე მართალი ხარ რა და მე მაგ ალექს პერერას ვეთანხმები პლუს ანუ ვიდეო მაგია თავიდან კიდე ვიდეოს ჩაამატკი მაგ რო თვითონ Herb Dean ამბობს რომ ანუ მე რასაც ვამბობ რა მაგ მომენტში რა ამიტომ დღეს მანიპულირებულ წესებით არ არის ესა და მე ანუ ყველაზე თავარი თეიქი ჩემი ზამთრობა არ აქვს ალექს პერერას სილგანის ბრძოლის შედეგს თავარი თეიქი რაც მომეწონა ხო რომ მე კი კარგად გამოვიყურები დღეს ალექს პერერა მაგრამ სხვა ბრძოლა შეიძლება კომაში წავიდეს მასეთი რაღაცის გამო და მისი ჯანმრთელობა ცხოვრების ბოლომდე შეირყესო და აბსოლუტურად სიმართლე ალექს პერერასგან და ძალიან საინტერესო და იგი იყო ძალიან მაინტერესებს მაგ სიტუაციის განვითარება რა საბრძოლოებად სიმართლე გითხრა გიო არაფრით არ გამოვაცა ალექს პერერამ და სილგანმა უფრო გამაკვირვა იმით რომ უფრო გამბედავი იყო უბრალოდ რა მე ვფიქრობდი თუ მე არ მეგონა რომ ამ ხელაზე გამბედავი იქნებოდა ვიცოდი რომ დგომში უფრო კარგი მებრძოლი იქნებოდა ძიმე წონაში მაგი არა ამ ხელაზე გამბედავი თუ იქნებოდა არ მეგონა სიმართლე გითხრა რა იმიტომ რომ ზოგადად უფრო ფრთხილი მებრძოლი არის როგორც ასეთი სილგანი რა და ჩემთვის აშკარა უპირატესობა ქონდა სილგანს რო აიჩიო არასწორად თქვი ბოდიში მაყურებელს მოხდი აშკარა უპირატესობა იმას გეგმავს ხო ტექნიკური თვალსაზრისით ხო სილგანი თუ არის როგორ იყო თუ ირბენდა სილგანი და ძალიან თავს დააღწევდა ხო ჩუბს მაშინ ალექს პერერა მიაწოდებდა მის დარტყმას და თუ არ იმოქმედებდა ალექს პერერა დაეწეოდა და ნახავდა რა მაგიტო ან ალექს პერერა ნოკაუტით ან სილგანი უმრავლეს შემთხვევაში დისიჟენი გაკეთდა რა მეგონა ბიჭო მესმის просто უბრალოდ რაზე არის ახლა იცი რომ გავიგე რა ალექსის სტენსი ძალიან კარგად ახსენი მაგრამ ეხა სიტუაცია ჩემი აზრით იმაზე არის როგორ უნდა განვითარდეს ძიმეწომის კამარის ისა შემდეგი ეტაპი რა და ავიცი მე მგონია რომ ჯობია რომ ტომი იყოს რა ტომი დაბრუნდეს და შეხვდეს სიროგანს იმიტომ რომ ძალიან მაგარი ისტორია აქვს მაგათ ეხა იმის მერე რაც მოხდა და მე ვფიქრობ რომ ყველაზე მაგარი იქნება ეგ რომ უფრო მიეცეს legitimacy რო ქვია როგორ არის ქართულად რა ანუ ესეც რომ მოიგო რა სიმართლეს გეტყვი ხუჩ რა რომ ალექს პერერას რომ მოიგო ეს კი იძახნე რომ პირველი ადამიანი იქნება ვინც გახდებაო რა 3 წონ დივიზიონის ჩემპიონია მაგრამ მაინც ქონდა ის რაღაც ტირე რა ის რაღაც მინუსი იმიტომ რომ ეს არ იყო ნამდვილი ეს იყო ინტერიმი რა დროებითი გამოდის რა და ესეთი დაუთავრებელი ბიზნესი რო აქვს ერთმანეთში საქმე რა სირილგანს და ტომას პინალს ეგ უნდა გააკეთონ რა ალექს პერერა მე შემდეგი შეიძლება ისაუბროს მაგაზე რა რას ფიქრობ კი არა ხო არა ალექს პერერა კი არის ასაკში არა როგორც ხედავთ ხო ასაკი არ უშლის ხელს მაგას რომ იყოს კონკურენტუნარიანი რა და სილგანთანაც არის ყახარ რო თქვა რომ არა კონკურენტუნარიანი უბრალოდ მე როგორც თქვი ახალწონთა კატეგორია ყოველთვის პრობლემა არის რა უმრავლესობა მიმძოლეებისთვის და რაც შეეხება ხო ძმეწონის პრობლემა არის ახლა რომ ედი ჰერნი ერიელთან იყო და თქვა რომ მე ვახში ეს სრულად მინდა გავათავისუფლო კონტრაქტისგანო ტომას პინალი UFC-ს და მინდა რომ საშუალება მომცნო UFC-ს კონტრაქტიდან გავათავისუფლო ტომას პინალიო რა და მაგი რო გამოხატა პუბლიკურად ედი ჰერნმა ხო უკვე ძალიან დიდი სირთულეს ქმნის
რატო? იმიტომ რომ შეიძლება აიღონ და კამარი არ დაიცავონ დიდი ხანი და იძულებულები იქნებიან ან სირილგანს გადასცენ სტატუსი მოქმედი ჩემპიონის, ანუ რა, ან აჩხუბონ მოქმედი ვაკანტური კამარზე ნებისმიერ სხვა მძიმე წონის მებრძოლესთან, რომელიც არ მეგონი ახლა ხუკიდმა ავიდა ერთი ნაბიჯით მაღლა, ანუ ვოლკანოვსკისთან. ანუ ვოლკანოვსკისთან და ვოლკოვთან ბოდიში შემეშალა სახელი. ან ვოლკოვთან რევანში აჩხუბონ, ან ხუკიდთან აჩხუბონ. აი ისე გამოიყურება, იმიტომ რომ ედი ჰერნი მოძრაობს ზოგადად ის ამ სიტუაციაში რა. რომ შეიძლება ტომას პინალს სპეციალურად დააკარგინოს კამარი. ბიჭო, მაგიარის ეხლა მე ვფიქრობ, რომ უკვე მოიშუშა თომა თვალი გაიკეთა ის გავიდა ძალიან დიდი დრო ხო? ეხლა აიღო ეს დროებითი კამარი განმა და არის დროებითი ინტერიმ ჩემპიონი. ეხლა უკვე შეგიძლია რომ დაითვალო ეს თვეები და შეთავაზო რა ტომას პინალს ბრძოლა. თუ იტყვის უარს მე მგონია რომ არ იქნება რაღაც სიგიჟე რომ მაშინ უთხრა რომ მაშინ გახდება განი ანუ ნამდვილი ჩემპიონი და არა დროებითი რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დრო გავიდა. განი ვოლკოვი განვიხილავ ბრძოლას ალბათ რა. კი სიმართლე გითხრა. უბრალოდ ვის უნდა მიყიდონ ეს ბრძოლა? არა, არის უკვე ეხლა. იქ ხუჩ რას ვიძახი, იცი? ეხლა არის განი ჩემპიონი არის ეხლა განი რა. ტომი და განი არიან ჩემპიონები რა და იმას ვიძახი რომ იმას ვიძახი რომ ტომს რო ეტყვი რომ აი ხა განთან უნდა კონდეს ბრძოლა და კიდე თუ უარს იტყვი, ესე იგი არ უნდა ხო თავაზობ და მაშინ უნდა გახდეს განი აღარ იქნება რა ისა. ხო, მივხვდი რას თქმა უნდა. ხოლმე ხო რას აკეთებენ რომ ანუ undisputed belt-ის ბრძოლას აძლევენ მაგ სიტუაციაში რა და მაგ სიტუაციაში ხო ვოლკოვი მაგიტო თქვი ხო ვოლკოვს მიცემენ რადგან სადაო ბრძოლა ქონდა ძალიან მაგას და შეიძლება UFC საფრანგეთში სადღაც კაი გაყიდონ მაგ ბრძოლა. ახლა ამერიკაში ვერასოდეს ვერ გაყიდიან მაგ ბრძოლას ვოლკოვის და იმის აქვე სილვერგანის რა. მაგრამ შეიძლება ვოლკოვი სილვერგანის საფრანგეთში პარიზში გაყიდონ. არ მგონია რომ ვოლკოვი საინტერესო იყოს მათთვის. ყველაზე საინტერესო ხა UFC-ში არის ჯოშ ჰოკიტი რა. მაგრამ ზევით არის პავლოვიჩი და ზევით არის ვოლკოვი. ანუ მეორე მესამე ადგილი უკავია პავლოვიჩს და ვოლკოვს. მეოთხე უკავია მარტო ჰოკიტს. პავლოვიჩმა ხა იჩხუბა მოიგო. თან პავლოვიჩის სტილში დაბრუნდა სამძოლიან. UFC როდის აქცევდა მაგას ყურადღებას ეხა რომ ზედმეტად დაიწყო. ხო და 100%. ხო და ხუჩ ერთს ვიტყვი რა რომ ეხლა რაზე უნდა დაუწყოს ედი ჰერნმა დეინას ბაზარი ტომს უკვე აქვს კონტრაქტი ხო? კი, უკვე აქვს კონტრაქტი და ვერაფერს ვერ იცამ. ან უნდა აიღო ბრძოლა ან არა ხო? ედი ჰერნს არ უნდა ეხა რა ზოგადად. ედი ჰერნი ახლა შენ წარმოიდგინე შენ ყავს ტომას პინალი თავისუფალი აგენტი. ღებულობი კიდევ ფრენსის განოს და აკეთებთ მილიონობით დოლარებს ნეტფლიქსისგან. და არა რამოდენიმე ასობით ათას UFC-სგან რა. ანუ ედი ჰერნს აქვს ერთი დავალება მარტო. რომ ტომას პინალმა აიღოს მაქსიმალური ჰონორარი, მინიმალური რაოდენობა ბრძოლებში. რა? ედი ჰერნი არა ცუდი მენეჯერი, ძალიან მაგარი მენეჯერია, მაგრამ ტომას პინალის კარიერისთვის მე მგონი არა სასარგებლო მენეჯერი, თუმცა ტომას პინალის ჯიბისთვის შესანიშნავი მენეჯერია, მაგრამ მე მგონი ედი ჰერნის ხელში ტომას პინალის კარიერა ძალიან მალე ცუდი ძირისკენ წავა, იმიტომ რომ რეალურად ხო ეხა მაქსიმუმ ორი ბრძოლა მაგათ ჩაატაროს ფრენსის განუსთან ძიმე ზონაში UFC-ს გარეთ და მეტი ბრძოლა ზოგადად როგორც ასეთი არ არსებობს რა მისთვის, ამიტომ ძალიან საინტერესო არის. რა მოვლენები იქნება რა. ან UFC დათანხმდება რაღაც გრანდიოზულ ჰონორარზე ტომას პინალისთვის და რასაც UFC-ს არასოდეს არ გაუკეთებია რა. ალექს პერერამ იმიტომ აიღო 10 მილიონი, რომ კონტრაქტი დაუსრულდა UFC-სთან. ხთი და ახალი კონტრაქტის გადალაგების პონჩი რო არ დაკარგონ ეს კადრი, მაგაში გამოიყენა. მოკლედ შემდეგი იყო შონომალი და ზაჰაბის ბრძოლა რა და მე ჩემი სტანსი ამაზე უკვე ვთქვი და არ ვიცი სხვათა შორის შენი არ მახსოვს რა 1-5 წამი უნდა წესით გაგრძელებულიყო ეგ ბრძოლა მაგაზე შეგიძლია თქვა შენიც თუ საინტერესო არის იმიტომ რომ მე მაინც ვერ შემაცვლევინებს მე რაც დავინახე მე კიდევ ვნახე და დარწმუნებული ვარ და რაც არ უნდა იყოს რა ბაზარი არა თუ კიდე იბაზრე და რავი ხა რამდენად ეფექტური იყო ეს ბრძოლა შონომალის მოგება რომ მოუნდეთ რომ შონომალი გაუშვან ეგრევე რა იმიტომ რომ ეგ არ იქნება კაი რა თქმა უნდა მერაბის არის
ტრილოგია და მაგას ველოდებით ჩვენ. ახლა დიდი ვაჭრობა მინს რა. შენომალისაც შეეხება ხა ჯერ იმანზე ხაბის ზედები ლაპარაკობთ. რომ სიმართლე ვთქვათ, მაქსიმალური გეგმა გქონდა ტიპს რა. მაქსიმალური გეგმა, მაქსიმუმი გააკეთა მისი და ძალიან მართლა კარგი გეგმა გქონდა შენომალისაც ნაავდებოდ, კინაღამ და წარმატებას მიაღწია წარმოვიდგინე რა. მაგრამ, ეხლა შენომალია და მაგ მოკლე ბრძოლებში ძალიან ძლიერი არის რა. ერთი ვარიანტი ქონდა ომალის კორის ახაგენთან ეჭხობა და ცოტა ისე გამოდიოდა ვირავინ დაიჭერენ მაგ მატჩმეიკინგი და არ იყო სტილისტიკურად კომფორტული მატჩმეიკინგი ომალისთვის უშუალოდ, იმიტომ რომ კორის ახაგენი იგებს და არასოდეს არავინ არ ვიცის სატიტულო ბრძოლას და ასე ომალი იგებს და სატიტულო ბრძოლას კენღებულობს ნაბიჯს. ამიტომ გამომდინარე მონგებიანი მარტო ევან ზახაბი იყო რა. სონგიადონგი, უმარი და სონგიადონგი, უმარი და პეტრიანი და მერაბი მისაწვდომი არავინ არ იყო მაგტოპიდან. მაგტოპ 5-დან. მარტო ევან ზახაბი მე-6 ნომერი იყო მისაწვდომიდან, დარჩა მისაწვდომი რა. და მიწვდა ომალი. გაჩერებასაც შეეხება ხო გიო ხო, ანუ მომენტში ისე დაეცა, მიხდი, რომ შეიძლებოდა გაჩერება, ანუ ლეგიტიმური იყო გაჩერება რა, მაგ სიტუაციაში. მაგრამ აბსოლუტურად არის მაგი მომენტიც, რომ ისე რა ქვია, შეიძლება და არ გაეჩერებინა და ეცალათ რამოდენიმე დარყვა რა. მაგრამ ხა არც იმან ზახაბის არ ქონდა მაგის შესახებ პრეტენზია, ასე ვთქვათ რა. და მარტო მე მქონდა ასე ხა. რა, ანუ იმან ზახაბის არ ქონდა პრეტენზია ეროვნესტაფეტზე და ხა ისე დაეცა ბუნებრივად რომ წინ წავიდა, ხო? რომ ჩათვალე. პლუს არ დაგავიწყდეს ის მომენტით, მაგრამ რეფერი უყურებს ყოველთვის თვალებში მებრძოლეს რა, როცა ეცემა. პირველი წარმოედგინე ინდიკატორი არის თვალები. თვალები ანუ ფუკუ არა სხვაგან იყურება, ხო? ჩვენ კარტში მაგას ვერ ხედავთ. მაგრამ მაგალითად ის რო ეცემა ის ვის შეხედავს, ხო? ის უნდა უყურებდეს მის მეტოქის. ის მის მეტოქის თუ არ უყურებდეს სადღაც მარჯვნივ იყურება, ან მარცხნივ იყურება, არა აუცილებელი თვალები დაელამებული კონდეს. უბრალოდ მარჯვნივ იყურება. ეს უკვე საკმარისად მეტი არგუმენტი არის, რომ გააჩეროს ბრძოლა. მებრძოლემ რა, რეფერიმ რა და ყოფილა მაგან ეს დაფეჯები. ამიტომ ხათ ვერ გამომტყუნებდა ხარ ჰერცოგს, რაც გააკეთა, მე უშუალოდ არ ვიცი რა. მაგ ძალიან საინტერესო დაფეჯი იყო. შეიძლება ერთი ახსნა კონდეს მაგი რა, მაგ გაჩერებას. ხო და რას ფიქრობ, ანუ რომ აი რამდენი დრო უნდა გავიდეს რომ ელოდონ ან ხა ამ პიტერიანს და ხო მაქრა სიტუაცია არის, რომ ხა ომალი მერაბდვალიშვილი მე-4 მე-3 ბრძოლა მერასოდეს ვერ ჩაინიშნება, იმიტომ რომ მერაბა ძალიან გადააბიჭა ომალის რა. და სიმართლე გითხრა, მე სტილისტიკურადაც არ მომწონს მერაბის ცხვირის მდგომარეობიდან გამომდინარე ომარისთან და პეტრიანთანაც ბრძოლა. მე მირჩევია რომ ცოტა ბოლომდე განიკურნოს მისმა ცხვირმა და მინდა დავინახო როგორ სპარინგობს მერაბი რა. ცხვირი ეხსნება სპარინგებში ძალიან ცუდი არის მაგი ჩვენთვის. მაგიდან გამომდინარე და ანუ გინდა თუ არა უნდა დაელოდონ მაგას რა. რომ არ დაელოდონ, ხო? და მაგალითად აიღო და UFC ის არიჩა რომ ჩახსნას მერაბი, ხო? შეუძლიათ მაგის ეკეთება ერთხელ თუ ორჯერ დაურღვევიადენაო ეს და ნებისმიერი მაგაც სიტყვები მის სიტყვები. რა აქვს არანაირი პრობლემა. მარტო ერთი მაჩაპი არსებობს, ეს არის უმარი და ომალი. და გადაახდებიან უმარი და ომალი გადაახდებიან მერაბდვალიშვილის თავზე რა. ან ინტრემბელზე ან მოქმედბელზე მაგალითად რა. ბიჭო, არა, იმას კი არ ვიცახი რომ არ უნდა მერაბი უნდა დაელოდოს პიტაიანს, მაგრამ ეს პიტაიან ერთი წელი თუ არ დაბრუნდა UFC-მ რაღაცა უნდა გადაწყვიტოს, ყოველთვის აკეთებენ ხოლმე. ხო, არა, ეს სხვანაირად გარდაუვალია. ერთი წელი რო არ დაბრუნდეს პეტრიანი, ხო, მაგას გულისხმობ რა. მე ვფიქრობ, რომ მერაბს კიდე დაალოდებენ. და მოქმედ კამარზე აჩვევენ ომალის და ნურმაგომედოვს. რატო ფიქრობ, რომ ომალი და უმარი იქნება მაშინ ინტერიმზე და არა უმარი და მერაბი, როცა ეგეთი მაგარი პირველი ბრძოლა ქონდათ მაშინ? იმიტომ რომ 5 რაუნდიან ბრძოლაში ომალი გარანტირებულად მოუგებს უმარ ნურმაგომედოვს. და მაგათ ომალის ჰაიპი და აფი დღესდღეობით უფრო ჭირდება UFC-ს რა. სპორტულად ვერანაირად ვერ ჩაერევიან მაგენ თემაში. მაგრამ სპორტულ შემადგენლობაში ვერ ჩაერევიან სამსაჯო თუ ასე ისე რა. მაგრამ ჩაერევენ და მატჩმეიკინგის თვალსაზრისით რა. ამიტომ გამომდინარე მერაბს რო დაპირდნენ სატიტულო ბრძოლა მოქმედი ჩემპიონის სტატუსისთვის, ხო? მაშინ
იძულებული იქნებიან ესეთი რაღაც გააკეთონ და მოქმედი ჩემპიონის სტატუსზე შემდეგ აჩხუბონ მით მოიპოვებს ტიტულს. ან მაგალითად ვამბობ რა, ომარი და უმარი ჩვეულ ინტრემბელზე, პედარიანი არ იცავს კიდე კამარს, ვაკანტურს ტოვებენ კამარს და ახვედრებენ ამორიდან მოგებულს მერავს. მაინც გული მიზნობს რომ ის დაბრუნდება ეს პიტერი, მაინც და არ წავა მაღაზიის საქმე რა. ოღონდ ეხა ერთ-ორ თვეში არ იქნება, ხო ეხა უეჭველი ერთ-ორ თვეში არ იქნება, ყველაფერი დანიშნულია, ხო მგონი, ერთ-ორი თვე. მერაბმაც მაგით თქვა რა, კაროჩი რა, მერაბმაც მაგით თქვა რომ რამდენი უნდა ველოდოთ მაგ პიტერს, თუ რამდენი უნდა ველოდოთ, გამაგებინონ რამდენი უნდა ველოდო, ხო? დებიუტანტი ხო არ არის ეხა ჩვენი ბიჭები ვით რა, რომ ჩახდეს როგორც ელოდო. მასე არის ვაის ჩემპიონის პოზიციაში იყო მერაბი და ნუ უმართან ჩახდა ბრძოლაში, ცეცხლში ჩახდა რა. ამიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არასამართლიანად ექცევიან მერაბს ამ მდგომარეობაში. ვიცით შემდეგი არის კონერი, ხო? შემდეგი pay-per-view, ნუ ისე ვიძახი რა, სიტყვაზე ვიძახი, იქ არ იქნება. მერე შემდეგი არის აგვისტოში ბახაჩები გვიბრუნდება. ხო, მაგაზე მივდიოდი რა, არ არის. ანუ ამ ზაფხულში გამოდის რომ არ არის, ხო? ანუ ზაფხულში არ იქნება. ანუ გამოდის ახლა შემოდგომა. ხო და მომზადებას ხო უნდა 3 თვე, ხო, მაგალითად. ხო, ანუ უნდა პრობლემებს არ ყოფს არასოდეს short notice-ებს არასოდეს არ ყოფს და მოკლეზეც არ მიიღებს არასოდეს ბრძოლას, სანამ სულ გემს არ გაივლის. ხო და მგონი ახლა უკეთ გამოიყურება მერაბი რაფის შემდეგ რაც მოვიდა კიდე მე იქ ახალი მოშოშებული ქონდა ხო დღეს მგონი უკვე გამოიყურება მე კიდე რომ გამოაცხადებენ ხო დაჭირდება ვარჯიში და აი ეს კამპი უნდა ისე გაიაროს რომ აი ძალიან დიდი ზიანით არ შევიდეს რა აი თან ცხვირის რა ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი რა რა ვიცი აი ვახსენე უკვე რომ bantamweight-ში რა 61 კილოგრამის კატეგორიაში ყავს 3 მებრძოლი რა მართალია ოთარს ჯერ დებიუტი bantamweight-ში არ გაუკეთებია მაგრამ რა ოთარიც ნახეთ short notice-ზე როგორც შეასრულა წარმოიდგენ რა მხეცი გვეყოლება bantamweight-ში რო გამოვა ოთარი რა კი რა ხმული ვარ რომ ძალიან დიდი პროსპექტი იქნება რა bantamweight-ში მე არ დაივიწყოთ ალექსანდრე თოფურია თან უკვე აკრებილი აქვს 2-0-ზე არის ალექსანდრე თოფურია ლევარო შეიძლება ტოპ-10-ში შევიდეს შემდეგი ბრძოლიდან გამომდინარე იმიტომ რომ ძალიან მაღლა არის რა ხო და გამორიცხული არ იქნება სამი კაცი რო გვეყოლება ტოპ-10-ში ჩემპიონი და ტოპ-10-ში ეგ ძალიან მაგარია საუბრეთ გონი ჩვენ ცოტა ჯოშ ჰოკეძე და დერიკ ლუისზე და მინდა ვახსენოთ ჩვენი პიკები რა ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი ამორჩევები და ერთადერთი ბრძოლა იყო რაც იმაზე გავაკეთე რა გულზე ხოაზე ხარ რომ დერიკ ლუისის მოგება მინდოდა იმ ჯოშ ჰოკეთან რა და აი მარტო ეგ შემეშალა რა ну მარტო არა მოკლედ 7-დან 5 ქონდა რა და ეს დერიკ ლუისის მოგება მაგრამ მინდოდა რა და მეთქი ავირჩიე დერიკ ლუისი იმიტომ რომ ვიცი რა ძალაც აქვს და აი დავიჯერე რა იმდენად მინდოდა ეს ჯოშ ჰოკეტმა რეებიც შეასრულა და რეებიც გააკეთა იქ რა ეს ბინძურეები მეთქი და დერიკ ლუისმა ისე იბაზრა რომ აი დამიჯერეთო რა არ მახსოვს რომ ეგრე ებაზრა მანამდე რა ხოაზე ხარ იმინა ძალიან ხოძე იყო რა თან ტრამპი და რამე მაგის რო იძახის რომ ტრამპის ყველაზე ფავორიტი მებრძოლი არის და იქ დაიჭი და მეთქი მოსვამს ერთი და არა მეგოსა არა სიმართლე გითხრა ჯოშ ჰოკის ბევრი სივრცეები გახსნა ამ ბრძოლამ კიდე რაც όλα საინტერესო არა და ერთი კითხვა დატო შემდეგი ივენტებისთვის რა ჯოშ ჰოკიტისთვის ჯოშ ჰოკიტის ზე ამ ივენტმა რა ჯოშ ჰოკიტი არ არის well rounded მებრძოლე ანუ არა სრულყოფილი მებრძოლე მაგდონეზე რადონეზეც არის თუ ორი ბრძოლა უმძიმესი ზედიზე დრო გადააბა მაგი იყო იმის განამა პირობელები რომ ანუ ეს მოხდა რა ვერი ჩხობა ჯოშ ჰოკიტი მართლა კარგად კი, მაგრამ საერთოდ ის ბოლო ბრძოლა ნახო კორტის ბლეისთან ხო ბლეისთან სხვა ბრძოლა არის მაგრამ კორტის ბლეიც ხო არა იქაც ძალიან ბევრი გაატარა ცოცხალი როგორ არის ვაფშე ხო რა თქმა უნდა კორტის მაგას ვამბობ რომ კორტის ბლეისთან ბევრი გაატარა და შეიძლება იმდენად ატრაუმული იყო რომ ეს ბრძოლა კარგად ვერ იჭხობა მეთქი ანუ ვერ მომზადა ამ ბრძოლისთვის კარგად რა მაგრამ კორტის ბლეიც ხო სხვანაირად ვერ იჭხუბები სხვანაირად კორტის ბლეიც რომ ჭიდროდ და
წყარად რო ეჭუბოს, ხო? სხვა ყოველთვის გაილახა ჭოშმაკით, მაგრამ შენი აზრით მაგათ არ იმსახურებდნენ ახლა იმას suspensions მაგ ბრძოლის შემდეგ 6 თვე უნდა ქონოდათ გონი მაგათ suspension. კი, ტვინის შერყევაზე თუ გადაუხენ კარაჩე, მაშინ იმსახურებდნენ, რა თქმა უნდა, suspensions, მაგრამ რა ხდება ახლა უყურე მანდ. Suspension-ი მუშაობს ნევადაში ხო ჩაატარენ ჩოვე მაგათ. ნევადაში მუშაობს მაგის suspension-ი მარტო. იქ სანქცია საერთოდ არ იყო თეთრ სახლში? არა. ეს დამოუკიდებელი არის. არა, თან მაი კალიფორნიაში შეგიძლია იჭუბოს, სხვაგანაც შეგიძლია იჭუბო. suspension-ი რო გიდევს ერთ-ერთ კომისიაში, ხო? მეორეში შეგიძლია ასპარეზო ჯოულებრივად, მაგრამ რა შეზღუდვა რა. ეხლა მაგალითად ჩვენც რა პრობლემაში გვექნა გიგაჭიკაძეზე. თუ გიგაჭიკაძე შეიძლება ასპარეზა სხვა რეგიონში. წარმოიდგინე, იმიტომ რომ ლას-ვეგასში იჭობა ბოლოს, ლას-ვეგასში გადმოუტანენ ეს ბრძოლა, ხო? მაგიტო იყო suspension-ი რა. ეს დაყოფილობა რა ეხავს არა, ერთი სპორტი არის და რა პონჩი არის გაყოფილება. ერთი სპორტია და წარმოიდგინე დღემდე შტატებში ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებში სხვადასხვა წესები არის მაგიდან გამომდინარე. ო, წარმოიდგინე. წესები ისე რაღაცაში, ეს წესებია კალიფორნიაში მაგალითად, ხო, კალიფორნიას ამოუწევს, იცი? შტატის რო ბრძოლის წინ აწოდიან მებრძოლებს და პუბლიცირებას აკეთებენ მაგის. ბრძოლაზე რა წონა გამოვიდნენ მებრძოლები რა, უშუალოდ. სხვა დანარჩენი არც ერთი შტატი არ აკეთებს მაგას. მაგალითად კალიფორნიისგან მაგის აღება შეიძლება რა. ნუ რა მომენტ რა შენი საქმე არის ხო? ხო ჩააბარა თავისი წონა და ეხლა რამდენს მოიმატებს ეხლა თავარია იმ დროს არა? ნუ ეს საინტერესო არის მაგის სპორტული თვალსაზრისით რა. კიდე ერთი ინფორმაცია. საინტერესო ნამდვილად არის. ხო რა, ჩემთვის საინტერესო არის. მაგიდან რა მე რა ბირო შეხვობდა უმართა მაგ იყო მაგ მონაცემები ყველა რა და კალიფორნია სულ იძლევა მაგ მონაცემებს. ეს ყველა საინტერესო არის. არა, ისე ორიენტირად ყოველთვის ნევადა არის. ანუ თავარ ორიენტირად და პრეცედენტად ასე ვთქვათ რა, რასაც ნევადა გადაწყვეტა. მე იყო იჭერს, მთელი მსოფლიო იჭერს მაგას. ზოგადად რა, ნევადას. მე ნელ-ნელა მოდიან ხოლმე აზზე და რაღაც, ხო? ხო, რა ყველა მაგას იმეორებს, რაც ნევადა გადაწყვეტა რა. მე მგონია რომ ჰოკიტი არის დღეს ის ცხელი commodity რა, რომ უძახიან რა. არ გამიკვირდება რომ ძალიან ახლოს იყოს ან ერთი ან ორი ბრძოლა რო გავიდეს ტიტულზე რა. მეოთხე ტოპად გაიჩნდა, რა თქმა უნდა იქნება უმაღლეს ადგილას. ან მაღალად ისა, მაგრამ უბრალოდ მაგან ან პავლოვიჩს, ან ვოლკოვს, ან სირილგანს, ან ასპინალს როგორ უნდა მოუგოს, ეს არის ჩემთვის წარმოუდგენელი კითხვა. ნუ საინტერესო არის რა heavyweight და შემდეგ კვირას არის ჩვენ ბოლოს ვიბაზრეთ რა სანდრო თევზაძე ხო? სანდრო თევზაძის დებიუტი Cage Warriors-ში და კიდე შევახსენებ ხალხს რა. დებიუტ ქართულ takeovers. შემდეგი ბრძოლა იყო რუფი და ჩანდლერი რა და რუფიმ გამოვიდა სიტყვით რომ ძალიან სურს მას მაინც იასთან ბრძოლა რა. და სხვათა შორის თქვა რომ ძალიან მაგარი მებრძოლი არისო და დააფასა ილია და მაგრამ მინდაო რომ ვებრძოლო რა ისიც თქვა რომ გონია რომ მოუგებს და გათიშავს მაგრამ ეგ რა თქმა უნდა ყველა მებრძოლს უნდა ეგონოს და გონიათ რომ ყველაზე მაგრები არის და ეგრეც უნდა იყოს იმიტომ რომ ესეთი სპორტია რა რომ თუ არ გონია რომ ეგრეა მაშინ ხო აზეხარ ანუ რა აზრი აქვს ახლა შენ ბრძოლას ხო და ჩანდლერის ადმიდის ახლა გამიკვირდა მგონი არ დაანება თავი დარჩა სპორტში არისო არანაირი ხალთათმანის დადება მაგრამ უფრო საინტერესო არის რუფის ადმიდის რა მაურისიო რუფის რადგანაც UFC White House-ის კარში ჩასვენ ესეთ ფავორიტად ძალიან საინტერესო არის რა მართლა სად აღმოჩნდება მაურისიო რუფი ხვალ იმიტომ რომ რეალურად lightweight-ში არის fresh. ანუ საკმაოდ fresh მებრძოლი არის lightweight-ში რა მაურისიო რუფი. მაგრამ რა პრობლემა არის lightweight-ში ზევით ხო? შედარებით მეტი კარგი მებრძოლები არიან რა. მეტი უფრო მაღალ რანგიანი მებრძოლები არიან რა. მაგრამ ეხლა რო ვთქვათ პედიბუმლეს ბენუას ანდენის ჭუბი აქვს, ჩარლზ ოლივერას ჭუბი აქვს. ჩარლზ ოლივერას Holloway-ს ჭუბი აქვს და ოლივერაც არ უკიანი სავარაუდოდ გარანტირებული მატჩი არის შემდეგი დიდი ალბათობით მაგის მოგებული ჯასტინ გეიჯისთან გადის და ამიტომ მაურისიო რუფის მე მგონი ცოტა ლოდინი მოუწევს რა და ილია თოფურიასთან არასოდეს არ შეახვედრებენ მაგას სავარაუდოდ
ქვემოთ არის გამროტი, ჰუკერი. ისე სხვათა შორის ჰუკერი რუფი კაი ბრძოლა მე მგონია რომ შეიძლება იყოს. კი, მაგრამ რუფი ძალიან მარტივად გაივლის მაგ ბრძოლას. ჰუკერი ახლა ძალიან გეიტკიპერად ითვლება უკვე ტოპ 5-ის რა. ანუ მაურისიო რუფი და ჰუკერი რო ჩასვლა, ხო მე არ მაინტერესებს მაგი ბრძოლა. მე ვერაფერი საინტერესოს ვერ დამარა. როგორც შენდლერის და რუფის ბრძოლა მე აი სრულად არ მაინტერესებს და მგვინარედ არ მაინტერესებს რუფის და ჰუკერის ბრძოლა. არაფრის მომტანი არა, არაფრის საინტერესო არა, არავინ წინ რეიტინგებში არ გავა. არაფერი არ ხდება რა. მე რუფის სიტუაციაში მოვალოდინებდი. დაელოდებოდი ხო რომ რამოდენიმე ბრძოლა მორჩეს რომ მე ყველაზე კარგი მე დავალოდინებდი მაგ რასაც ველოდებოდით მართლა გადაწყდა და აღმოჩნდა სიმართლე რომ არის welterweight-ის კამრის დაცვა მახაჩევისთვის იანგარი რა. მე და მაგაზე მინდა რომ ერთი რამოდენიმე წუთი მაინც დაუთმოთ რა, იმიტომ რომ აი ესეთი წელი არის ხო ასე ხარ რომ ძალიან იცვლის რა ტიტულები რა ხო ასე ხარ და გონია რომ გერისაც შეუძლია რომ ეს გააკეთოს და ართვას კამარი მახაჩევს შეიძლება არაპოპულარული აზრი მქონდეს, მაგრამ გარანტირებული შედეგი მგონია იანგერის საწუსეთზე სამწუხაროდ ავი მე მგონი ძალიან ბევრი ჰეიტი დამეცემა მაგის გამო, არა მაგის მინდა ჩასვა რომ ედიჩო მე მგონი ძალიან ბევრი ჰეიტი დამეცემა მაგის გამო, მაგრამ ისლამ მახაჩევს არასოდეს არ უბრძოლია გძელ მეტოქესთან, მასზე გძელ მეტოქესთან. ისლამ მახაჩევი ყოველთვის იყო მეორე ნომერი და ყოველთვის არის მეორე ნომერი, ყოველთვის არის მოძრაობს დაცვაში არის და აყოლებაზე იჭერს, აყოლებაზე შედის, აყოლებიდან მუშაობს. დან ჰუკერი ხო დაახჭო მაგანი. ისლამ მახაჩევი დენ ჰუკერის გრაპლინგი დავივიწყო, დენ ჰუკერი. არა, გრაპლინგს არ უძახი, ხო უფრო მაღალი არის და ეს არის. იმარია, მაგრამ თულის ხოვა არ აქვს, რაფერს იანგერის. მესმის, ანუ გარი არის გრაპლერი, ძლიერი გრაპლერი, ხო? კი, მაგრამ მაგას საუბარი არ გვაქვს ახლა. დენ ჰუკერზე ვამბობ, რომ არაფერი არ არის პარტნიორში და ჰუკერი. მაგრამ მაგას თავი გავანებოთ. მაგ სიტუაციაში. მე იმაზე მაქვს საუბარი უშუალოდ, რომ ისლამ მახაჩევს ჭირდება ხაბიბ ნურმაგომედოვი გააკეთოს. რომ მოუგოს იანგერის. მაგრამ ისლამ მახაჩევი არასოდეს არ ყოფილა ხაბიბ ნურმაგომედოვი, არასოდეს არ ყოფილა სტილისტიკური მებრძოლი როგორც ხაბიბ ნურმაგომედოვი. ყოველთვის იყო მებრძოლი, რომელიც თავს იცავს. აი მაქსიმალურად ფრთხილი არის რა. პლუს ისლამ მახაჩევს დაბლ ლეგი ხო მე არ მახსოვს. და იანგერის ხო ანდერჰუკების მდგომარეობა იდეალური აქვს კინაღამ და შავკატ რაჰმანოვმაც კი დაბლ ლეგით ვერ გადაიყვანა იანგერი წარმოიდგინე ამ იმდენად მაგარი არის მაგ ასპექტში თამაშის და უშუალოდ ამიტომ მე აშკარა ფავორიტი იმაშია იანგერი ჩემთვის კინაღამ და წარმოუდგენელი არის რითი შეიძლება მოუგოს მახაჩევმა მაგას რადგან ხეთკიკები, რომელიც მაგი იყენებდა და მაღალ ბლოკის აწევის მიზნებს, რასაც იყენებდა მაგი მის სატიტულო ბრძოლაში, ბოლო სატიტულო ბრძოლაში, არ იმუშავებს იანგერის საწინააღმდეგო, იმიტომ რომ იანგერი ძალიან მაღალი, პლუს იანგერის დაბალი ხელები აქვს. ნებისმიერ შესვლას ყოველთვის აწევს იანგერი. ბევრი გამოცანა რა ტოპ 3 ფავორიტად იანგერის. იმიტომ რომ ბევრი ამოცანა მოსახსნელი აქვს ისლამ მახაჩევს უშუალოდ და არა იანგერის. იანგერის აქვს მის საქმე გასაკეთებელი. ატრიალებს მარცხნივ ისლამ მახაჩევს და აყრის პირდაპირ დარტყმს. აგროვებს მის ზიანს. всё დამთავრდა. და უტყავს მის ობლიკ კიკებს, სტომბებს და ასე შემდეგ რა. და კალფ კიკებს. ძალიან მარტივად იგებს იანგერი ჩემი აზრით 5 რაუნდიან ბრძოლას ისლამ მახაჩევთან სტილისტიკურად. იმიტომ რომ ისლამ მახაჩევი საუკეთესო არის მისზე დაბალი სიმაღლის მებრძოლეებთან. წარმოუდგენლად საუკეთესო არის. იმიტომ რომ იქ აი ხემაჯების კლინჩები აქვს იქიდან გამოცელვები აქვს ფეხების მაგრამ ასეთი მაღალი მებრძოლესთან ძალიან დიდი პრობლემები აქვს ჩემი აზრით ისლამ მახაჩევს ჯო ისეთი ნარატივი გაეძრო ეხლა რა რომ აი მერაბის კამრის მარცხის შემდეგ ხამზატი ილია და ეხლა მახაჩევს უყურებენ რა და ბევრი უკვე ისე დაიწყო ბევრმა რომ აი თითქოს მაგას ქონდა ეფექტი და ეხა უფრო ჯერა ხალხს რა ეხა ვიცი რომ შენ სტილისტურად იძახი და მაგას საერთოდ არ უყურებ და შენ არ გულისხმობ რა მაგრამ ესეთი ნარატივი არის თითქოს რომ აი ეხა მოხდება ეს რა ხო ანუ მე სტილისტურად გონია მარტო ახლა პრატესი რო აჩხუბო დღეს მახაჩევს მე მგონი პრატესის შანსის გარეშე არის სამწუხაროდ რა მახაჩევის წინააღმდეგოდ მაგრამ იანგერი
ძალიან ფავორიტია სტილისტიკურად მახაჩევის საწინააღმდეგოდ. მარტო იმიტომ, რომ ისლამ მახაჩევი ძალიან ფრთხილი მებრძოლი არის რა. და მაგის სიფრთხილე ძალიან ძვირი დაუჯდება მაგას ბრძოლაში უშუალოდ რა. საქართველოში აღარ დაბრუნებულა, ხო, ეგ იყო 3 დღით რო ჩამოვიდა თუ რაღაცა? არ ვიცი ახლა რა გიგმები მქონდა მაგას საქართველოში და რასაკეთებდა. რაღაცა ერთობოდა და რეკლამა კი გაგვიკეთა ძმაო. კი, რა. მე იანგერის მაყურებლებს ვეთქვი, რომ მე იანგერის ფანი არანაირ შემთხვევაში არ ვარ. მე მაგრა არ მომწონს მაგი მებრძოლი. მე მაიკლ მორალესი და ჩარლოს პრატესი მომწონს 100 თავით, მაგრამ მოქმედი ველდერვეიტებით და ვიდრე მაგი. ან ტოპ 5-ზე არის საუბარი. მაიკლ მორალესი არენდო იმ ადამიანს, ხვიჩ, ვისაც ორი პირველი სახელი აქვს მაგალითად. იანი, გარი, ჯორჯ, მაიკლ და არა, რას ვერჩი, კაცო, ხუმრობ უბრალოდ რა. იან გერის ორი პირველი სახელი არის. იან დევიდ, მაჩადო გერი. და მაჩადო ხო იცი რატო აქვს? ხო და კაი გადავედი შემდეგ. გადავხვით. ხო, ანუ იანგერი არ არის ეს ჩემი სტილისტიკურად ფავორიტი მებრძოლი. მე ვაფშე არანაირი არც ხარიზმა არაფერი არ უწევს იანგერის, არც მაინტერესებს ზოგადად იანგერი რა. მე იმას ვამბობ, რომ მაგი და მაიკლ მორალესი სტილისტიკურად ყველაზე დიდი საფრთხე არის დღესდღეობით ისლამ მახაჩევისთვის რა. და მაგი არის შემდეგ ახლა მოქმედი კონტენდერებიდან და იანგერი სტილისტიკურად 5 რაუნდიანი ძალიან მარტივად მოაქვს ისლამ მახაჩევის საწინააღმდეგოდ. ხვიჩ, კიდევ ერთხელ შევახსენებ რა ხალხს, რომ თუ მოწონთ MMA კონტენტი, ჩვენ ვართ პირველი ქართული დამოუკიდებელი შერეული საბრძოლო ხელოვნების პოდკასტი YouTube-ზე, Apple Podcast-ზე და Spotify-ზე. დაგუჭირეთ ხარი, გამოგვიწერეთ და ვიქნებით თქვენთან ყოველ კვირას. მე და ხვიჩექსი, რა თქმა უნდა, ბევრი სტუმრები ხშირად გვყავს ხოლმე. კიდევ ერთხელ მინდა მოულოცო ჩვენებს რა, Team Georgia-ს რა. უპირესი ატმოსფეროთი ფაიტობით ხდებით აქ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაატარეთ დრო ფაიტობთან ერთად, გაატარეთ დრო MMA-ში, ყველაზე ჯანსაღი ხო ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი ხობია, რომელიც შეიძლება დღეს შეიძინოთ, არის შერეული საბრძოლოების ყურება, იყო სუბუქი მონაწილე შერეული საბრძოლო ხელოვნებების, მიბაძოთ თქვენ საუკეთესო მებრძოლების ჯანმრთელი ცხოვრების მიდგომით, ჯანმრთელი ცხოვრების სტილის მიდგომით და რა ყველაფერი სასიკეთოდ მუშაობს. ქართულების რაოდენობა არა მარტო UFC-ში და საელიტო MMA-ში ვითარდება და კიდე ქართული ტეიქოვერი გარდაუვალია. უბრალოდ მოგვეცით შანსი. კი გარიხარ. დროებით ხალხო. You tune into the Kartwelians on the Fight Pod podcast. Fight Pod.